მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. საქართველოს ნაკრებისა და შტურმის ნახევარმცველს ოთარ კიტეიშვილს ტრამვის გამო 2 კვირა გაუწევდა. Sky Sports-ის ავსტრალიური ბიუროს ინფორმაციით 29 წლის ფეხბურთელი კუნთის ტრამვის გამო ვაჯირს ამ პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებს. კიტეიშვილი 2 კვირის განმავლობაში შტურმის მინიმუმ ერთ შეხვედრას გამოტოვებს. 22 თებერვალს ლინცის წინააღმდეგ და დიდი ალბათობით მოედანს მომდევნო უქმეებზე ვოლსბერგერის წინააღმდეგ დაუბრუნდება. ეს მატჩი 1 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ქართულმა ნახევარმცველმა ტრამვა ავსტრიის ბუნდესლიგის გასულ ტურში ტიროლის წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც კიტეიშვილი 42 წუთზე იზოლებით შეცვალეს. ეს მატჩი გრაციელებმა 1-0 წააგეს. ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე გამართულ 28 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ლევანტეს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1-0 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში კი ყველაზე დიდი წვლილი გიორგი მიქაუტაძემ შეიტანა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი სწორედ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა. ჟორჟი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მოედანზე 90 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჰეტრიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ ორ შემთხვევაში არ გაუმართლა. პირველ ტაიმში მისი დარტყმა მეკარე მოიგერია. გოლის გატანა მან 57 წუთზე მოახერხა, ხოლო 82 წუთზე ცარიელ კარში ვერ გაიტანა. მის დარტყმას მცველი გადაეღობა. მატჩის დასრულების შემდეგ ვილიარეალის მთავარ მამწვრთნელმა მარსელინიო გარსია ტორალმა მიქაუტაძეზე ისაუბრა. ხედა რომ მიქაუტაძე ძალიან კარგად გამოიყურება და ეს მხოლოდ გოლების გამო არ არის. ის თამაშში უფრო მეტად არის ჩართული. უკეთეს მის გუნდის ტაქტიკა, უკეთ კოორდინირებს თანაგუნდებთან და მენტალურად უფრო სწრაფია. ფორვარდისთვის გოლი უდიდესი სტიმულია, მაგრამ მთავარი მაინც გუნდის კოლექტიური თამაშია და ის რომ გუნდმა სწორედ იმუშაოს. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი მატჩით და განსაკუთრებით მიხარია მიქაუტაძის გამო. ასეთ შეხვედრებში სწორედ ასეთი ფეხბურთელები წყვეტენ ყველაფერს. მან აიღო პასუხისგებლობა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში და ერთადერთი გოლით გუნდს გამარჯვება მოუტანა. ეს გოლი შემთხვევითი არ ყოფილა. ეს არის მისი შრომის, კონცენტრაციისა და მაღალი კლასის შედეგი. მიქაუტაძე ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელიც ბოლომდე იბრძვის და ყოველთვის თამაშობს გუნდისთვის. ასეთი მოთამაშეები სხვაობას ქმნიან და დღეს მან ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. გარდა მარსელინიოსა, მიქაუტაძე ესპანურმა პრესემმაც აქტიურად შეაფასეს. ელდეს ქვიმარე დრიბლინგის ხარჯზე ბურთის წინ წაწევას ახერხებდა. რამდენჯერმე ჩავიდა ნახევარ-დაცვაში ბურთის მისაღებად. მატჩის მიმდინარეობასთან ერთად სულ უფრო კარგად გამოიყურებოდა და გაიტანა გოლი, რომელმაც მისი გუნდი დააწინაურა. მარკა ყვითელი წყალქვეშა-ნავის გოლი მწიფდებოდა და ეს გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ქართველი კარგად გაიხსნა, მიიღო ბურთი და პირველ ჯერზე დარტყმა ვერ მოახერხა. გაუკეთა პასი პეპეს. შემდეგ ბურთი ისევ მიიღო და ისარგებლა იმით, რომ ლევანტეს მეკარე რაიანს პოზიცია ჰქონდა დაკარგული. ელპაისი გაიამ მიქაუტაძეს კარგი პასი გაუკეთა. ქართველმა კი პეპესთან კედელი გაითამაშა და რაიანის კარი აიღო. მიქაუტაძეს დუბლის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა, რასაც ასეთ დაძაბულ მატჩებში შეიძლება დიდი რისკი მოჰყოლოდა. ცნობისთვის მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩი გაიტანა და ლა ლიგაში მას უკვე 8 გოლი დაუკრავდა. რაც შეეხება ვილიარეალს, მარსელინიოს გუნდი 48 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდებარს ატლეტიკოს 3 ქულით უსწრებს. შემდეგ ტურში ყვითელი წყალქვეშა-ნავი ვალენსიას უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 22 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება. კვარაცხელიას ეფექტი და ლუის ენრიკეს პარი სენ-ჟერმენის კიდევ ერთი ლიდერი. ასეთია მარკა სტატიის სათაური, რომელიც ქართულ ფეხბურთელს ეძღვნება. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა კვარას მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის პარიზული გუნდის ფარული ლიდერია. ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკეს პარი სენ-ჟერმენის ფარული მარგალიტია. იგი ისეთ ყურადღებას არ იქცევს, როგორცაც ვიტინია ან დემბელე. თუმცა მისი სტატისტიკა და შეტევებში შეტანილი წვლილი მას გუნდის კიდევ ერთ უპირობო ლიდერად აქცევს.
წლების წინ კვარაცხელია ბევრი სიცოცხლობი ფეხბურთელი იყო, თუმცა არა ნაპოლისთვის. ნაპოლიმ შანსი გამოიყენა და ხვიჩა დინამო ბათუმიდან გადაიყვანა. გუნდიდან, რომელსაც ქართველი გარემარბი რუსეთში გატარებული სამნახევარი სეზონის შემდეგ შეუერთდა. ნეაპოლელი გულშემატკივარისთვის კვარაცხელია ახალი სუნთქვა აღმოჩნდა, რომელსაც ისინი დიდხანს ელოდნენ. სადებიუტო სეზონშივე ხვიჩას დახმარებით ნაპოლი 33 წლიანი პაუზის შემდეგ მესამედ გახდა იტალიის ჩემპიონი. დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონი მხოლოდ მისი პროგრესის მომსწრე კი არ გახდა, არამედ სიამონება მიიღო იმ ფეხბურთელის თამაშით, რომელმაც ნაპოლის მაისურით 30 გოლი და 29 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ დიდმა წინსვლამ და საკლუბო წარმატებამ კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერი მოუტანა. პირველ 6 თვეში მან იმაზე უკეთესი თამაში აჩვენა, ვიდრე ბევრი მოელოდა. ჩემპიონთა ლიგა იქცა იმ სცენად, სადაც კვარაცხელია ტრიუმფით ვიხილეთ. ლუის ენრიკეს გუნდი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ხვიჩამ კი ფინალში ინტერის წინააღმდეგ გოლის გაიტანა. 2025-26 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონიც მსგავსი სცენარით მიმდინარეობს. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე მოქმედება უკვე 5 შეხვედრაში შეასრულა. ხვიჩა კვარაცხელია დიდი ზეწოლის პირობებში ბრწყინავს. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, საფრანგეთის სუპერთასსა და UEFA სუპერთასზე ის სასტარტო შემადგენლობაში იყო. ხოლო საკონტინენტო და შორისო თასის ფინალში გოლის გაიტანა. ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ 25 წლის გარემარბი არ არის ფეხბურთელი, რომელიც კარგად მხოლოდ მაშინ თამაშობს, როცა ყველაფერი მის სასარგებლოდ მიდის. ის ზეწოლას შესანიშნავად უმკლავდება. მისი პერფორმანსი შემთხვევითობა არ არის. ეს შრომისა და თავდადების შედეგია. კვარაცხელია უკვე კონტინენტური მასშტაბის ვარსკვლავია. 2025 წელს მან ოქროს ბურთის რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა. 25 წლის ფეხბურთელი, რომელსაც მთელი კარიერა წინ აქვს, იმ მოთამაშეთა შორისაა, რომელთაც ძველ კონტინენტზე დომინირება შეუძლიათ. წერს ესპანური გამოცემა. ცნობისთვის გასულ მატჩში PSG მონაკოს 3-2 მოუგო და განმეორებითი მატჩი პარკ დე პრენსზე 25 თებერვალს საქმის ბოლომდე მიყვანას შეეცდება. ახალი არავისთვის არის, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულში ჯერჯერობით ფეხი ვერ მოიკიდა და სათადარიგოთა სკამის მეკარედ ითვლება. სიტუაცია იმან უფრო გაამწვავა, რომ ქართველი მეკარე არც თასის მატჩებში ათამაშეს. მამარდას მდგომარეობის შესახებ N-Flash წერს. კონტრაქტის გაფორმების დროს მამარდაშვილმა იცოდა, რომ პირველი მეკარე ალისონი იქნებოდა, თუმცა მას მეტი სათამაშო პრაქტიკის იმედი ჰქონდა. ბრაზილიელის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება ძალიან რთულია, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. გულშემატკივრები ელოდებოდნენ, რომ გიორგი ფაქაფზე ბრაიტონთან ითამაშებდა, რადგან იქამდე მას ბარნისთან და საუტემპტონთან თამაშის შესაძლებლობა მისცეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. აქედან გამომდინარე ჩნება ეჭირო მამარდაშვილს წუთებს, მხოლოდ მაშინ მისცემენ თუ ალისონი ტრავმას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის შემადგენლობაში 11 ჯერ ითამაშა და კარიმ შალაც 3 ჯერ შეინაღა. ქართველ მეკარეს ყველაზე მეტი სათამაშო დრო მას შემდეგ მიეცა, რაც ალისონ ბეკერმა ტრავმა მიიღო, თუმცა ბრაზილიელის დაბრუნების შემდეგ მამარდა კვლავ სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ იქცა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.